მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით უხეში ტესტ-დრაივის არხზე და დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცეებს. Რაღაცეები არის ის, რომ Raptor-ის დასრულება უნდა ნახოთ, თქვენ Mustang-ის გაკომპრესორება უნდა ნახოთ, ჩვენი ტური დაიწყო უხეში გარბენი და რა თქმა უნდა განახლებული ლუქს ავტო უნდა გაჩვენოთ. თქვენ ნახეთ კადრები თუ Raptor-ი როგორ კეთდებოდა აქ. მაგაზე დეტალურად გადავალთ და დღევანდელ ვიდეოში როგორც უკვე გითხარით, დასრულებულს შემოგთავაზებთ. ერთი სიტყვით საიდან დავიწყო აღარ ვიცი ეს ვიდეო, იმიტომ რომ იმდენი რაღაც მოხდა, იმდენი სიახლე ქონდა და იმდენი რაღაც გავაკეთეთ უმოკლეს ვადებში და უმოკლეს დროში, რომ ნუ აღარ ვიცი საიდან ავიღო სტარტი, მაგრამ მოდი ესე დავიწყებდი მე. ისევ როსტევანის პირველ შესახვევში ნომერ 7-ში ვართ, ეს ტერიტორია კარგად გეცნობა, ეს შენობას კარგად გეცნობათ, კი ფერები შეცვლია, იმიტომ რომ აქ რემონტი გაკეთდა და რაღაცეები შეიცვალა, სივრცეებიც გამოიყო და ერთი სიტყვით მაგას რო შევალთ, ყველაფერს დეტალურად განახებთ თუ რა ცვლილებები განიცადა ამ შენობამ და რატო ქვია ლუქს ავტო. მოკლედ, აი ამ ქაოში ჩამოგვივიდა Raptor-იც, კარგად იცით, მაგის ვიდეო ნანახი გაქვთ. Raptor-ი უნდა დაგვესრულებინა, Raptor-ი უნდა დაგვებრენდა და Raptor-ი ისთვის ვიყიდეთ, ეგეც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი უხეში გარბენი იწყება ბეცონთან ერთად და ნუ მაგისთვის გვინდოდა, რომ ესეთი დიდი ჯიპი გქონოდა, რომ აი უკან ჩაგველაგებინა ჩვენი ინვენტარი, ყველაფერი, კამერები იქნებოდა, სკამები იქნებოდა, სუვენირები თუ რაც იქნებოდა, აი რაც ჩვენ დავკვირდებოდა, რომ გვეტარებინა ამ ტურში. ასევე, რა თქმა უნდა, Mustang-ისთვისაც შევიძინე Raptor-ი, ანუ ეს Raptor უნდა მოემსახუროს უხეში ტესტ-დრაივის და რა თქმა უნდა შეჯიბრებს უნდა გამომეყენებინა, იმიტომ რომ პრინციპი ავაწყე, ისევ ჩემი ძველი პრინციპი ადრევე შეჯიბრზე გამოდიოდი და მაგაზე უკვე Mustang-ი დაიდება და Mustang-ი და პრინციპი ჩაებება Raptor და შეჯიბრზე უნდა ვიარო ეგრე. ეხლა გადავიდეთ Mustang-ზეც. Mustang-ი გადავწყვიტე რომ გამეკომპრესორებინა მეორე ეტაპისთვის, საქართველოს ჩემპიონატის დრიფტის მეორე ეტაპისთვის, იმიტომ რომ აი მაგ ყველაფერს აი Mustang-თან რომ მივიღოთ, მან მოგიყვებით. იმიტომ რომ ისეთი გზა იყო რომ მინდოდა რომ გაკომპრესორებული Mustang-ით მიარა. ასევე დრო არ იცდიდა, იმიტომ რომ შეზღუდულები ვარ დროში, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ერთ თვეში, ანუ ერთი თვე გქონდა რომ ყველაფერი დამესრულებინა. Mustang-ის, Raptor-ის აქ რემონტიც უნდა დამთავრებულიყო, ერთიც უნდა დაბრენდილიყო, მეორეც, ერთსაც უნდა გაიარა, მეორესაც და ყველაფერი მიდიოდა რაღაცა ეს დაძაბულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ყველას თავის საქმე ქონდა და ყველა შემოვარდნილები ვიყავით ამ შენობაში. ეხლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Raptor-ი დასრულებულია, Mustang-ი თითქმის დასრულებულია, მაგრამ გაკომპრესორებულია და რა თქმა უნდა რემონტიც დასრულებულია. მოდი ეტაპობრივად გავიაროთ ყველაფერი, რომ რამე არ გამომრჩეს, ან ვინმე არ გამომრჩეს. მოდი დავიწყოთ ჩვენი ლუქს ავტოთი, რომელიც არის გალამაზებული, დასრულებული და დეტალურად მინდა განახოთ თუ რა შეიცვალა. პირველი ეს სივრცე კარგად გახსოვთ, აქ Mustang-ის მეყენა ხოლმე, ღამეებს ვათანებდი ახლა Mustang-ი მომეზადებინა ხოლმე შეჯიბრისთვის და არა მხოლოდ Mustang-ი, აქ მანქანები იდგა და ასე შემდეგ. ეხლა გადაკეთდა, გალამაზდა, ეს სივრცე არის გამოყოფილი დასასვენებლად, ანუ ხალხი ვინც მოდის, ეს იქნება მიმღებიც, მოსაცდელი ადგილიც იქნება და ვინმე თუ დაიღლება, შეუძლია აქ დაждდეს, გაგრძელდეს, ყანი დალიოს, ყავა დალიოს და თავის ავტომობილს დაელოდოს. ასევე წინა ფასადიც შეიცვალა, ნუ ეს ვიზუალი, ნუ ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე აკაკისთვის, აკაკი თქვენ გახსოვთ და ეხა შიგნით დაგვდება, გველოდება რომ შევიდეთ, იმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ ერთი სიტყვით გადაწყდა, რომ ესეთი გალამაზებული მისაღები უნდა კონდეს ლუქს ავტოს. წარწერას ლუქს ავტო აწერია, აქ ადრე იყო ავტოგრაფი, ვინაიდან ფირები, თქვენ გემახსოვებათ ჩვენი ვიდეოდან, რომ ფირებზე იყო ლუქს ავტო და უკვე აქ რო გადმოვიდა და გაერთიანდა ეს ავტოგრაფი და ლუქს ავტო, ლუქს ავტო გადაწყდა რომ დაერქვას ამ სივრცეს, მაგრამ შენობა იგივეა და შემართება ზუსტად ისეთია, როგორიც იყო აქამდე. მოდი გავაღოთ ახლა ეს კარები და შევიხედოთ თუ რა ხდება შიგნით. რაც ამ სივრცეში მანქანები გაგვიკეთებია ერთი სიტყვით. სალამი, აკაკი. როგორ ხარ? კარგად. მოკლედ აკაკი გეცნობათ, იმიტომ რომ პირველი პროექტი რო დავიწყეთ, C63 და შავი C6 კორვეტი აქ გაკეთდა და ნუ მაგ დღიდან მეგობრობთ და ნუ რა თქმა უნდა, ერთად ბევრი რაღაც გადახვდა თავს და ბევრი პროექტი დასრულდა აქ. ბევრი დაიწყო და ბევრი დასრულდა. წარმატებით, რა თქმა უნდა. ეს მანქანების ახლა რასაც ხედავთ, ეს მანქანების აქ არის ყველა გაკეთებული. რა თქმა უნდა, ნოდოს მანქანა ახლა ყველამ კარგად იცით, ეს
ყველი დრაგსტერი, დრაგი მოიგო სულ ახლახანს. ეს მიმწარეს ცხოვრებას. ეს არის ახალი მეფე ქალაქის. ამ მანქანას დამცავი ფირია გადაკრული, ეგეც მე მგონი წინა ვიდეოში განახეთ ზედა ლუქს ავტოში როცა ვიყავით, მაშინ მოიყვანა ნოდომეს მანქანა და დამცავი ფირი გადავაკარეთ. მოკლედ, ჩვენი M4-ის ვიდეოებიც ნახეთ უკვე დასრულებული M4-იც ნახეთ, ეს ფირი, დიზაინი, ყველაფერი აქ არის გაკეთებული და არა მხოლოდ, ერთი სიტყვით ეს პროექტიც თავიდან ბოლომდე გვიდევს და დიდ დროს აღარ დავხარჯავ იმაზე, თუ როგორ გავაკეთეთ ეს მანქანა. ამის უამრავი ვიდეო დევს და სულ ბოლოს უკვე დავდეთ ამ მანქანით ჩაჭერის ვიდეოც კი. ამ მანქანას რასაც ხედავთ, ზოგი არის შეღებილი, ზოგს აქვს დამცავი ფირი გადაკრული, ზოგს სავალი აქვს გაკეთებული, ზოგს პოლირება აქვს გაკეთებული და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც მანქანა ეხება ამ სივრცეში კეთდება. ანუ ნებისმიერი რაღაც რაც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ. სამღებროც არის, სავალი ნაწილებიც არის, გადაკვრაც არის, პოლირებაც არის, მინების დამუქებაც არის. ერთი სიტყვით ყველაფერი, მაგრამ მე მაინც მინდა დეტალურად განვახოთ ყველაფერი, იმიტომ რაღაცეები დარჩა ძველებურად, რაღაცეებმა ადგილები შეიცვალა და ასე შემდეგ. სამღებრო სივრცე არის ეს, აქ პროცესი უკვე დაწყებულია. ფაქტიურად ოფიციალურად შემიძლია გამოვაცხადო, რომ ლუქს ავტო გახსნილი. ამ ვიდეოს თუ უყურებთ, ნებისმიერი საკითხი რა ჩამოთვალთ, ნებისმიერი პრობლემა თუ გაქვთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ უკვე ყველა მუშაობს და გიზგიზებს ყველაფერი. ნუ მანქანებსაც ხედავთ, იშვიათი მანქანების კეთდება, ახლების და ნუ უბიცა მანქანები. ნუ უბიცა მანქანებში ალბათ ხვდებით ვის მანქანებს გულისხმობ. გადავიდეთ ახლა კიდე ერთ საინტერესო ოთახს მივუახლოვდი. აქ რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ ჩვენი რაპტორი რო ჩამოვიდა, შემოვაგორეთ პირდაპირ აქ. აქაც რემონტი იყო. ანუ მე მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ აი რა რეჟიმში ვიყავით, რომ მოგვესწრო ეს მანქანა ერთ თვეში კეთდებოდა უამრავი რაღაც. ანუ ერთ თვეში უნდა დამთავრებული იყო M4-იც, ეგ არ მინდა გამომჩეს. ეხა დასრულდა ეგეც. M4-იც, Mustang-იც, Raptor-იც და ნუ ყველაფერი, აი ესე მოგვეყარა საქმე. აქ რო შემოვიყვანეთ ის უზარმაზარი მანქანა, ჯემალიძიამ, აკაკის მამამ, აი ჯემალიძიამ, აი როგორი პატივიცა, იცით რომ აი გაუკეთებელი გააკეთა. მოკლედ გადაყვა ჩემ Raptor-ს, რომ აი არ ვიცი, მე მგონი ქარხნული არ იყო ეგეთ. ეს სამაგრები, ანუ ეს სამაგრები რატო არის მნიშვნელოვანი? მე მაგაზე მინდა ვისაუბრო. ეს სამაგრები არის სპეციალურად უზარმაზარი მანქანებისთვის, აი რამიანი ჯიპებისთვის და ასე შემდეგ, რომ ამაში ჩამაგრდეს რამა ავტომობილს, რომ კარგად დაიჭირო, ანუ რობოტზე რომ კარგად დააფიქსირო, რომ მე უკვე გაჭიმო ის დაზიანება. ანუ ქარხნული ჩვეულებრივი მანქანებისთვის აი ესენია სამაგრები, ანუ განსხვავებას ხედავთ, ხო? ეს არის ჩვეულებრივი მანქანებისთვის და აი Raptor-ისთვის სპეციალურად. თან ეს ვინმე კი არ წავიდოდა, სადმე კი არ იყიდა. ჯემალიძიამ აი ესენი ააწყო სპეციალურად ჩემი მანქანისთვის, მაგრამ ნებისმიერი ზომის მანქანა უკვე შესაძლებელია, რომ აქ იდეალურად გაიჭიმოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ეგ მინდოდა რომ გწოდნოდათ. იმიტომ რომ ჩვეულებრივ მანქანას, რომელსაც რამა არა აქვს და ასე შემდეგ, აი ესეთი სამაგრები მოყვება რობოტებს და მაგით აფიქსირებენ. ბევრი რა ვილაპარაკო, აი მილიმეტრებში არის დასმული ჩემი მანქანა, თან გარც რემონტი იყო და აი ჩვენ ვიდექით აქ და ჩვენ რა მე უყურებდი და იქ რაღაცებს ვაკვირდებოდი, თან რაღაცები ბევრი რაღაც ვისწავლე, ჩემითაც თეორია გავიუმჯობესე, ანუ თეორიულად უკვე ბევრი რაღაც ვიცი, მაგრამ აი გადავმკნენ თან. ეს სივრცე არ გემახსოვრებათ, იმიტომ რომ აქ იყო სამღებრო. ეხა უკვე ესეთ გალამაზებული შავი კედელია. ამის შიგნით არის უკვე დაბრენდვა. დაბრენდვაში გულისხმობ ფირების გადაკვრას, დიზაინის შერჩევას, ნაკლეიკების დაკვრას, ანუ სტიკერების, როგორც გაგიხარდებათ, ისე შეგიძლიათ უწოდოთ, მინების დამუქება, პოლირება ისევ იქითაა გარეთ, მაგასაც დაგათვალიერებინებთ და ერთი სიტყვით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, ანუ ლამაზად, მოწესრიგებულად და ლუქს ავტო ამ ვიდეოს თუ უყურებთ, ლუქს ავტოში შეგიძლიათ აი ხვალიდანვე მოხვიდეთ თუ რამე დაგჭირდებათ. ეხლა უნდა განახოთ მთავარი, აი ამდენი რომ ვილაპარაკე, როგორ გაკეთდა და როგორი არის უკვე ჩვენი დასრულებული Mustang და Raptor-ი. გავაგებ ამ კარს და შევიდეთ პირდაპირ Raptor-თან.
ის დასრულებული რაპტორი ჩვენი უბიცა, ყველაზე დიდი მანქანა ჯერჯერობით უხეშ ავტოპარკში. აი ესე გამოიყურება უხეში რაპტორი. ხო, მოდი ისევ თავიდან დავიწყებ, რომ რამე არ გამომრჩეს. მოკლედ, ეს შევიძინეთ, კავკასიის ავტოიმპორტმა ჩამოგვიყვანა ეს რაპტორი, ეგრევე მოვიყვანეთ ლუქსავტოში. ლუქსავტოში რემონტთან ერთად მიდიოდა ამ მანქანაზე მუშაობა, გაჭიმა მაინც დაჭირდა. გაჭიმაში გულისხმობ, რომ ზოგადად რამიანი მანქანები რაც არის, დაზიანებას მაღლები რო არის და დიდები რო იღებენ საბურავებში. პატარა დაზიანება ქონდა ძალიან და ზუსტად მაგიტომ ვიყიდე ეს, რომ იქნებ და მაინც რამ არ ყოფილიყო გაღუნული, მაგრამ ნუ რამის გაღუნვას მნიშვნელობა მაინც აქვს. 1 სანტიმეტრით იქნება თუ გვერდზე მეზობელთან იდება, რამა უნდა გასწორდეს. ამიტომ გავასწოროთ ეს რამა. დისკები ჯერჯერობით იგივე აყენია. მაგაზე სხვათა შორის ფიქრობთ, რა შევცვალო თუ არ შევცვალო. ესენი არის 20-იანი, ზოგი იძახის 17-ები დააყენდა დიდი საბურავითო, ზოგი იძახის 20-იანი იყოსო, ოღონდ უფრო ლამაზი დისკია და მაგაზეც ჩამოყალიბდები. დისკებამდე სანამ ივალ, მინდა განახოთ ეს დასრულებული სილამაზე. ესე იგი, შავი ავარჩიეთ, შავი მატოვი, ანუ satin black-ი გადაეკრა მანქანას, იმიტომ რომ აი ეს სიფათი რისთვისაც ჩვენ ვიყიდეთ, აი ეს განათებები აი ამ შავში იმენა ანათებს, აი ჯოჯოხეთი მოაქვს. მით უმეტეს ამ მანქანით რო ვივლით ტურში და მე პრინციპს რო ჩავაბავ და ზევიდან აი ამ ჯარც რო ავიყვან, მაგაზე მე გადავა, აი ბოლოს უნდა ვილაპარაკო ამაზე. მე იქნება ძალიან კარგი. კადრებს ნახავდით თქვენ, ხო, აქ რაღაცები შევცვალე. შავ ფერზე უკვე გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო შავი, ეს იდეაში აქვს ვერცხლისფერი, უფრო ღია ფერი აქვს ქარხმულად რაპტორს, ნებისმიერ ფერზე ეს არის ქვედა მხარე ვერცხლისფერი. გადავწყვიტე, რომ შავა შემეღება და უფრო ბრუტალური იქნებოდა ისეთი ჩვენ რო შეგვეფერება, რა, აგერ პატარა სხვათა შორის ეს ზუკა მაჩუკა, ჩვენი ზუკა დრონის ოპერატორი არ გავარდეს შავი, თან შემთხვევით ქონდა შავი ნაყიდი. ახსოვდა რომ ოქროსფერი ქონდა ნამდვილი ტყუისფერი, მაგრამ მე შავი გააზრო და ეს მიგრევა და მივაყენე. ესეც მე დავაყენე. რავი, მგონია რომ უხდება შავ მოტოზე პრიალა რაღაცეები დეტალები მომწონს ხოლმე. ეს წინაშუშები რა თქმა უნდა იყო დაბურული, ოღონდ ძალიან მუქი იყო და საქართველოში ნუ წესის მიხედვით ანუ კანონმდებლობით არ შეიძლება და აქვე ლუქსავტოში შევცვალეთ და ისეთი გამტარიანობის დავაყენეთ, რომ პრობლემა არ გვექნება. რაც დაშვებულია, მე მგონი 60%-ია თუ რაღაცა 50 აღარც მახსოვს. ისე დააყენეს, შეამოწმეს პროცენტულობა და ნუ ესე ლამაზად დააკვდა. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მინდა გადავუხადო აქაურობას, ანუ გაკეთებაზეც, გადაკვრაზეც, ყველაფერზე აბსოლუტურად. იმიტომ რომ მართლა, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რაპტორია საქართველოში. და ბოლო შტრიხი იყო ამისი ბეტსონ სპორტი. იმიტომ რომ ეს მანქანა არის ბეტსონ სპორტის. ბეტსონ სპორტის ტურშიც მივდივართ, ანუ ეგ არის ჩვენი ტური არის გაერთიანებული სპორტის დღეები ქვია ბეტსონის ტურს და რა თქმა უნდა უხეში გარბენი, ანუ ჩვენი უხეში გარბენი და ბეტსონ ტური არის გაერთიანებული და ერთად ვივლით სხვადასხვა ქალაქებში. ამ უზარმაზარ შავ მანქანას ეს თეთრი ბეტსონ სპორტი დროშებით, სპრიცებით, მუსტანგით, აი რავი, ყველაფერია. მე მგონი ძალიან ეფექტური არის და ამ ვიდეოში უკვე მივდივართ პირველ გარბენს ნახავთ ამ ვიდეოში და რა თქმა უნდა ვიდეოს ბოლოს დავაანონსებთ თუ სად იქნება შემდეგი შეხვედრა. ამიტომ არ გადაახვიოთ, დაგველოდეთ და შეიძლება მოვინახულოთ თქვენი ქალაქი. მოდი ახლა გადავიდეთ მუსტანგზე. მუსტანგზეც ბევრი მაქვს ალაპარაკო. რაპტორს ცოტა ხანი შევეშვათ, აქ იყოს ანთებული, ესე იყოს თავისთვის, არ გავაბრაზოთ. თუ რამე გამახსენდა რაპტორზე, კიდე აუცილებლად დაუბრუნდები ამ რაპტორს და მაგაზე შეგვიძლია მე კიდე ახლდან განვიხილოთ თუ რა მინდა, როგორ წარმომიდგენია. თუმცა გეუბნებით, რომ 99% ეს მანქანა არის დასრულებული და მუშაობს იდეალურად. ყველას უღმესი მადლობა, არ მინდა რომ არავინ გამორჩეს, იმიტომ ეს ერთი თვე იმდენი ხალხი მეხმარებოდა და იმდენ რაღაცას ვაკეთებდი, სპეციალურად არავის სახელს და გვარს არ ვიძახი, რომ არავინ არ გამომრჩეს და მე ნაწყენი არ დარჩეს. ვისაც ხელი დაგიდიათ, თითი ესეთი რამე თუ გაგიკეთებიათ, ყველას უღმესი მადლობა. ეხლა გადავიდეთ უკვე ამ მუსტანგზე. ამის დაბრუნდაზე არ ვიცი ვილაპარაკე თუ არა, აღარ მახსოვს, მაგრამ ორიოდე სიტყვით გეტყვით დიზაინი რატო შევცვალე. მართლა აღარ მახსოვს მაგაზე ვილაპარაკე თუ არა. დიზაინი იმიტომ შევცვალე, რომ ის დიზაინი ძალიან მომწონდა, ძალიან აგრესიული იყო, მაგრამ შეჯიბრზე სპორტული ავტომობილი, ანუ რაღაც შავ-თეთრი ჩანდა, რაღაც მახსოვს სადღაც თქვი ეს, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი საყვარელი ფერი, წითელი შავში გამეკეთებინა და სურათებს ამოვანათე პირველ ეტაპზე რომ მივიღე მონაწილეობა, რამდენად ეფექტური იყო ეს მანქანა და მე ვფიქრობ, რომ ამ სეზონზე ვივლი ზუსტად ამ ფერებით. ახლდან ის უფრო ნამუშევარი იყო, ავტო იმაზე უფრო ბევრი იწვალა, ანუ ლუქსავტოში დიზაინმა უფრო ბევრი იწვალა, მაგრამ შეჯიბრზე რომ გადავაკეთეთ, ეს უფრო კარგი გამოვიდა. რა თქმა უნდა, აქაც ბიჭებმა იზრუნეს, რომ კარგად ყოფილიყო გადაკრული, თუმცა მუსტანგზე კარგად გადაკრაზე აქცენტს იმიტომ არ გავაკეთებ, რომ მე ვიღაც დაწერს, რომ აი გზმაო რაღაცა ამძვრალი აქვს და ასე შემდეგ. ეს არის შეჯიბრის მანქანა, ჭახაჭუხშია და რავი 1000 რაღაცაა გამოვლილი. ამიტომ როგორც რაპტორზეა გადაკრული, ეგ ფირი აქ ეგრე არ დარჩება, მაგრამ
დამერწმუნეთ, რომ ძალიან მაგრა ამ მანქანაზე გადაკვდა. ეს არის მთლიანად ჩამოსხმული და აი ამ დეტალებზე ზევიდან ხალხი ხტუნავს, ხან ვეჯახები, რას ვეჯახები, ხან ვიმეჯახება და კიდე კარგათაა ყველაფერი ამ მანქანაზე გარედან. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ თავარ თემას. აი ეს უზარმაზარი ლოკოკინასავით რო აყენია პროჩარჯერი. რატო გადავწყვიტე რომ ეს დამეყენებინა და ზოგადად მჭირდებოდა თუ არა. მოკლედ ნელ-ნელა დაუმუღამი ამ მანქანას პირველ ეტაპზეც რო ვიარე, ცოტა ვფრთხილობდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან ვფრთხილობდი პირველ ეტაპზე და წავაგე. ეგ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ ვისაც შევხვდი ვარჯიშებზე და კვალიფიკაციაზე არც თუ ისე კარგად დადიოდა და არ გავრისკე რომ ჩემი ამბავი რო იცი გიჟივით უხეშა ტარება რომ მიყვარს აგრესიულად, მეთქი ხა ამას კიდე დავასკვდები თქო და რაღაც მომენტში, ერთ მონაკვეთში ოდნავ გამექცა და სამწუხაროდ წავაგე. ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მაგზაზე ბევრი ვივარჯიშე და მანქანა შევისწავლე, ანუ მოედანზე იყო პადოქზე, ეგ შეჯიბრდა, აი რავი, შევისისხლ ხორცე ეს მანქანა და დარწმუნებული ვიყავ რომ მაგარ შედეგს ვაჩვენებდი და აი 100%-ზე რო არ ვიარე, ზუსტად მაგის ბრალი იყო რომ წავაგე. ყველა ეტაპზე მე მეხმარება სოლვერი, გამოძახება, ანუ ვულკანიზაცია გამოძახებით, ასევე რეცხვა გამოძახებით და ნუ შეჯიბრზე მოდიან ხოლმე მანქანასაც მილამაზებენ შეჯიბრის წინ და რა თქმა უნდა საბურავებს აი ცვლიდით როგორ იცი, აი ყოველ 5 წუთში ერთხელ, იმიტომ რომ დისკები სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს უკანა და აი ეს ძალიან მალმალე იცვდება რა. ანუ ერთი საბურავი ყოფნის ორ გარბენს. ანუ ერთი წყვილი ახალი საბურავი ყოფნის ორ გარბენს და აი სოლვერში როგორ იყო ის ერთი დისკი შედიოდა, მეორე გამოდიოდა, გამოდიოდა და უღრმესი მადლობა. აღწერაში მე ნომერს დავწერ, თქვენც თუ გჭირდებათ ხოლმე გამოძახება ადგილზე, საბურავების შეცვლა ან რეცხვა, შეგიძლიათ მიმართოთ და რა თქმა უნდა დაგეხმარებიან უმაღლეს დონეზე. მოდის მეორე ეტაპი, აი ეს ამძღნერებული, მოკლედ, აი რავი, სულ პალასაზე დავიწყე რა, ეს შემოbrunება, იმიტომ რომ, ნუ, თავს არ ვიმართლე. მართლა დიდი დრო როა გასული და რთული პროექტი რო ავირჩიე, რთული კუზავი რო ავირჩიე, ბევრი პრობლემებია და ეხაც ატყობთ, რომ ნახევად დაშლილია ეს მანქანა, იმიტომ რომ აი პრობლემებია, რომელმაც სისხლი გამიშრო. რა ხდება? მეორე ეტაპი უკვე იყო ისეთი მონაკვეთი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, რომ აი იმენა ფორმულა დრიფტის გზა იყო რა. და აი ფორმულა დრიფტი ჩემს არის ნომერ პირველი დრიფტი და ანუ მუსტანგის მაქედან ნუ შემიყვარდა ეს ფორმულა დრიფტი და RTR-ის გუნდი და RTR-ის კრილები და რაღაცეები და ნუ გადავწყვე მუსტანგი ამეწყო და აი ვიცოდი რომ ეგ გზა იყო მუსტანგისთვის. აი ესე დიდი მოსახვევი არის, სადაც ჩააყენე მანქანას და აი გასრო, აი გაზის პედალს გათხრი კაპოტში, აი ჩაადედი გაზის პედალს, აი მიდიხარ ერთი, რა ვიცი, ამდენი უსასრულობამდე მიდიხარ დრიფტით ერთი დიდი უზარმაზარი მონაკვეთია. ეგ რო გადაწყდა, როგორც კი დაანონსეს ეგ გზა, აი რო აკაცდები რა, რო გინდა რომ მაქსიმუმი დადო. მაგრამ ჩვენ მაგას ვიძახი რომ სირთულებს იმიტომ ვეჭიდებით ხოლმე, ნუ მარტივ გზას არ ვეძებთ. ჩვენი ყველა პროექტი არის ზვირიანი, რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე საუკეთესო. პირდაპირ, რავი, თამამად ვიძახი და თავაწეული ვიძახი, რომ ჩვენი პროექტები არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროექტები. ამიტომ მეც გადავწყვიტე რომ შემეყო მანდ ზოგადად ეგრე არ ხდება ხოლმე შუა სეზონში ამხელა ცვლილებების გაკეთება როცა გამოცდება დიდად მუსტანგთან მუშაობის არავის არ ქონია არ შეიძლება მაგრამ მაინც გადავდგი ის ნაბიჯი რომ მინდოდა გაკომპრესორება და უფრო მეტი ცხენით მონაწილეობის მიღება იმიტომ რომ ეგ გზა იყო ამ მანქანის და ყველა ძალიან გული იმაზე მწყდება რომ წავაგე და მოვიგე კი არა მაგ შეჯიბრზე საერთოდ ვერ გამოვედი დავიწყოთ ახლა ძალიან დიდხანს ვარჩევდი რომელი კომპრესორი მჭირდებოდა იმისთვის რომ მარტივად დამეყენებინა მომერგო გამემართა და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა არის კომპრესორები ზევიდან რო ადგება და ნუ ესეთი რომელიც მე ვიყიდე. გადავწყვიტე რომ ეს შემეძინა, იმიტომ რომ თვლი რომ ოდნა უფრო სუბუქია ეს და პლუს მაგას გაგრლება მაინც ამას უკეთესია. ანუ ინტერნეტშიც რომ მოვიძიე, ყველა წერდა რომ მაინც წინ და რო აყენია, ოდნა უკეთესი გაგრლება. კი, ერთი მინუსი აქვს რომ 40 კილო ჩამოვკიდე კაპოტზე თან წინ, ეგ არის ძალიან ცუდი წონის გადანაწილებისთვის, იმიტომ ფაქტობრივად ტრაქში არაფერი არ აქვს და მთელი წონა აქვს ცხვირში და მანქანა ისედაც მძიმეა. ტონა 450 არის ეს მანქანა დაახლოებით, რაც არის კატასტროფულად მძიმე. აი, კატასტროფულად მძიმე. ყველაზე მძიმე და ყველაზე დიდი მანქანა ყავს შეჯიბრზე. მაგრამ იმას დაუბრუნდები ისევ, რომ აი ბევრი წერს ხოლმე, რომ აი ეს მანქანა რატო გადაწყვეტე მძიმე არ არის და ასე შემდეგ. ყველანი ხართ მართლები, ეს მანქანა მძიმეა. ძალიან რთულია, ჩემს გარდა არავის არ ყავს და დარწმუნებული არავინ არ გააკეთეს მაგას, მაგრამ ისევ იმას უბრუნდები. ჩემი ავტოსპორტში დაბრუნება არის ის, რომ მინდოდა ჩემი ოცნებით დაუბრუნებულიყავი. ანუ ჩემი მთელი მუღამი არის, რომ განსხვავებული მანქანით ყოფილიყავი და იმ მანქანით, რომლის აწყობას მინდოდა ყოველთვის. აი ესე კომპრესორდება ჩვენი დრიფტ მუსტანგი.
Начальники აგერზეს. როგორ მიდის გაკომპრესორების? დიდი ინტერესით მიდის. აი დიდი ინტერესით, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებ ამას და ახაც ავიცი, შეიძლება არა კომპრესორები მუსტანგებს ზოგადად საქართველოში. ძალიან მაინტერესებს და გვაინტერესებს ველოდებით ერთი სულ დღეს უნდა გადავქოქოთ. ხელაფრთ აქ. აჰა, მუშტს რო შეადაროთ. პირველი გადაქოქვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არავფეთქდები ფეთქად. ყველაფერი დაყენებულია სატესტო რეჟიმშია და აბა ედი უნდა შვრა What the fuck is going on here? დავაკენეთ კომპრესორი, შოთა მეხმარებოდა, აი შოთა, მე და შოთა მიმენა, აი კაკრას აი რემონტი ამეთქი, რაპტორი იქით კეთდებოდა. მე და შოთა აკვიდექით ამ მუსტანგს ვაწყობდით, ვაკეთებდით ყველაფერი, ალანა, ელექტროობა, ალანამ გააკეთა, დავამატეთ წყლის მისასხმელები, უფრო გაგრილდეს კულერი და ეს ბლოუფი და რაღაცეები ყველაფერი გავაკეთე, ელექტროობა გადავაკეთე, აკუმულატორი უკან წავიკეთ და ერთი სიტყვით შოთა და ალანა ამ მანქანაზე გადამყვნენ. პირველი ეტაპის მერე ზეთი არ მქონდა შეცვლილი, მანქანას არ გამიტოკები, ამიტომ როგორც კი დავაყენეთ ეს კომპრესორი, რო გავაკომპრესოროთ, ეგრევე აქედან გადავედი უკვე ვალვოლინში, რომ ჩამესხა ზეთი. ამაში მე ვასხავ 5.50 ვალვოლინს, ანუ რეისინგ ზეთია. მაგის დანიშნულება ისაა, რომ მაღალ ტემპერატურაზე იდეალურად იმუშავოს და ამ მანქანის დანიშნულება არის მხოლოდ და მხოლოდ ტრეკზე გაზაობა. ამ მანქანით მე არც ქალაქში არ დავდივარ და ვერ ცივლია მანქანით ქალაქში და მაქსიმუმ აი რაღაცა აქედან რაღაც სერვისამდე მიიყვანე, სხვაგან GT performance-ში მიიყვანე ვალვოლინში და პატარ მოკლე მანძილებს გავდივარ სულ. მოკლედ ზეთით შეიცვალა, ყველა მზად ვართ, ფეხის წვერებზე ვართ წამოწეულები ყველა, გული გვიძგერს ყველას, აი ყველას, იმიტომ რომ იშვიათი პროექტია მაინც რა, ჯერ დრიფტკარი მუსტანგი მე გაკომპრესორებული და ეხლა უკვე უნდა გაიმართოს პროგრამულად. ამიტომ ვალვოლინიდან ეგრევე გადავინაცვლოთ GT performance-ში. თუ არა GT performance-ში, ნუ მუსტანგი შემოვაგოროთ, იმიტომ რომ ეს პროჩარჯერი რო დავაკეთეთ, ამას ჭირდება ახლა ნასტროიკა, ნოდუარი შიგნით იქ თვალები ჩანს, იქ ჩათენთილია იქიდან ლეპტოპით, იმიტომ რომ მეორე სკამი რა თქმა უნდა დრიფტკარში არ მაქვს. ჩილაუს. პირველი საფეხური კეთდება, ეხლა დაბალ ბრუნებზე ანასტროიკებენ ბიჭები, მერე უკვე რანები იქნება და აქედან გავიგებ თუ რამდენი ცხენი ამო. დაახლოებით 700 ცხენს ველოდები მე, რო ვყიდულობდი ამ კითს, მაშინას ეგრე ველოდებოდი და ნახოთ რა გამოვა ახლა რეალურ ცხოვრებაში გამოჩნდება ცოტა ხანში ახლა დღეს შეიძლება დამთავრდეს თუ არა და მაქსიმუმ ხვალ ეს მანქანა იქნება უკვე მზად. მე თქვენსავით ველოდები, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხები და შრომა ჩაიდო ამ მანქანაში, მით უმეტეს ეს იყო ბოლო საფეხური ჯერჯერობით გაძლიერების, რომ გვეყიდა ეს პროჩარჯერი. სულ ახალი ესეთი პროჩარჯერი ჩამოვიტანეთ, უზარმაზარია. ყველაფერი დავაყენეთ, შოთა დამეხმარა ამის დაყენებაში, რა თქმა უნდა, ალანა გვერდზე ედგა და ჩემი სამეგობრო კიდე. ნუ ერთი სიტყვით მოკითხვა ყველას. ყველა ველოდებით მოუთმენლად, იმიტომ რომ ნუ ესეთი პროექტები ბევრი არ არის საქართველოში და ნუ, რა ვიცი, ყველას გვაინტერესებს როგორ დასრულდება. მთავარია მშვიდობით დასრულდეს, რომ მეორე ეტაპზე ამ მანქანით მივიღო მონაწილეობა. მოგეთ საბურავზე 600 ცხენი ეს ამოაგდო ეგრევე, აი დაატრიალა და ნუ 600 ცხენი საბურავზე ეს გამოდის 735 გამოვიდა კალკულაციით რომ გადავიყვანეთ ძრავზე. ანუ მახავიგზე გამოიმუშავებს, ძრავი გამოიმუშავებს 735 ცხენის ძალს, რაც არის აი იდეალური, მეტი არც მინდოდა და ზოგადად ამ კიცას რო ვყიდულობდი, ეწერა რომ ნუ დაახლოებით 700 ცხენი უნდა ამოგვიყო ძრავზე.
ყველაფერი მზად არის, ვიხარია, ამოვისუნთქეთ, რავი, შემართება გვაქვს, ისეთი უნდა მივიდე და ის მოსახვევი ზე გადავიღუნო, აი ზუსტად მაგ შემართებით მივდივარ, თან მაგარი დაბოღმილი ვარ პირველ ეტაპზე რომ ეგრევე წავაგე. აი ეხა ვაპირებ 110%-ით სიარულს. ანუ იქ რაც 80 და 70 კი 110%-ით ვაპირებ სიარულს და ჩავედი ტრეკზე და ხდება დედი. I gotta cut to the chase. Everyone give me some space. Don't fall out, we fall into place. Every step walking with grace, amen. Keeping my foot off the brakes. Impact, I'm ready to brace. We fall down and land on our face. Just to get up and finally escape. Wait. რა ხდება? არ ვიცი, აი მთელი GDS-ი დაშლილია, არ ვიცი, ყველა ბოლო დღეს, აი დღეს არის შაბათი, ცოტა ხანში იწყება კვალიფიკაცია, ჯერ ვარჯიში მე კვალიფიკაცია და ალბათ 1-5 მანქანა დადის. ჩვენ მაგ დანარჩენებში ვართ შემატებულები, იმიტომ რომ ბენზონასტოსი ატრაკეს არ ყოფნის მე სავარაუდო და ბიჭები სულიან. ნახოთ. ჩიკო შემძვრელი? ჩიკო შეძვრელი. ჩიკო რა ხდება ძმო? აგო არა პრობლემა? დავიგულდე შეჩი. მექანიკოსობა როდის დაიწყე? ბიჭო, ახალი პროფესია. დავაი. შენი მეძია თავში. ხეშის თამაში. გაჭრისა, ჩვენ აზე მეუბნება შეხ. საზოგადოება. ანუ მანქანაზე მეუბნება რომ ეს ერთინა არ ჩვენ. არ დააზიანო ძმო, ხოჭ კარხონ. სტრიტ ლეგალებში უნდა გადმოვიდეს. მე შეიძლება გაასტოპოს და მეილიქარო და აი აქ შედის აი ამაში. ამაში და ჩამოდის აი აქ. ხოდა ეგ უნდა გავამბო. იმენა თხადა გიგოსავით უყურე, ენა ბენზანასო ჩიკო რა. ჩემი მოდი ტელეფონი მომედა შენა. მე ოპერატორი ვარ. ეგრევე ოპერატორი გარ, როცა უნდა ტრაკსტერი. აწყი. და საღამომდე მოვიტანე. საღამომდე მოიტანე და გზაში დაგირეკავ ბაბინებზე და სვეჩებზე. დიახ. შენ რა სიზა ინერვიულებ მანამდე. ბიჭებმა გადაწყვიტეს ისო ჩვენი დავშალოთ და შეესწიმ. Baby, I'm trying to get paid. Legends don't die in a grave. They live through the story they made, okay? ბიჭია? Baby, I'm trying ჯო, to get ნასოსი ჩიკონ გაარემონტა ძმაო. ეხლა მივიწალე და დაიკო. Everyone give me some space. Don't fall out, we fall into place. With grace, amen. Keeping my foot off the brakes. Impact, I'm ready to brace. We fall down and land on our face. Just to get up and finally escape. Wait. Baby, I'm trying to get paid. Legends don't die in a grave. They live through the story they made, okay? Baby, I'm trying to get paid. Legends don't die in a grave. Hey, legends don't die anyway. I was working on a play today. Body bags covered away. I paved, zipped up like a bathing ape. How many of us then came and stayed? Not too many of us staying awake to get. რაო, ალანას ვაულევით? მთელი იმედები ალანაზე. დიაგნოსტიკა უნდა გვიშუროს ახლა დანარჩენში. დიაგნოსტიკა და მაღალ მოღვერთმა. განწირული ნაბიჯები. რომელი საათია? 9 ხდება. ფავშე მეტრება ხო გამოწინებული ვარ. ტრიპი აწყნარეს და 35 წლის გიორგი. 17 წლის გიორგი. როგორც ნახეთ, 13 შეჯიბრსაც ვინც უყურებთ ხოლმე, ნახეთ რომ ჩემი მანქანა იქ საერთოდ არ იყო. ანუ კვალიფიკაციაზეც არ იყო, შეჯიბრზეც არ იყო, არსად არ იყო და ნუ არ ვიცი, მეც დაგრუზული იმენა ემბრიონის ფორმაში ვიჯექი და ვფითინებდი, აი ამხელა უხეში კაცი. მოგეთ, იდეაში ყველაფერი გავმართეთ საბოლოოდ, აი ყველაფერი გავაკეთეთ, მექანიკურად, პროგრამულად, ანუ ყველაფერი გაკეთდა, ანუ მთელი GDS-ი მეხმარებოდა ბოლოს, ანუ მართლა ყველა მეხმარებოდა, აქაც სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველა მონაწილე მეხმარებოდა, ყურადღება გამოხატა ყველა მონაწილემ, ანუ აბსოლუტურად ყველამ, ყველას უგრმესი მადლობა, ანუ ესეთი გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ გაკეთდა თუ არ გაკეთდა, ეგ არის მეორე ხარისხოვანი, მაგრამ კადრებშიც ნახავთ, რომ აი ყველა მეხმარება, იმენა რომ აი ამ მანქანას რაღაცა გაუკეთოთ და ყველამ გავარკვიოთ თუ რა ჭირს. ხამე ზონასოს შევცვალოთ, ხანის და საბოლოო ჯამში ეხლაც არ არის დასრულებული. ნუ აი ძალიან ნერვებზე ვარ დასრულებული ვარ, მაგრამ პრობლემა რაშიც არის, ვიცით. ამ თვალ დაჩეკში არის პრობლემა, რომელიც უყენია ძრავის უკანე, ტრაქში, პროჩი ჩადის სამთვალი დაჩეკი, მაგრამ არაფერი არ დაგვიშავა ამ მანქანაზე აღმოჩნდა, რომ აი ყველა მანქანაზე ამ თვალი დაჩეკი რო ფუჭდება, რომ აითვალოს, ხო, ის რაღაც რო აი ძრავის მუშაობა რო აითვალოს. თუ ფუჭდება, მოგაქ ახალი აყენებ, всё, მორჩა, მუშაობს.
არა ამ მანქანაზე ადაპტაცია უნდა გაატარო და ადაპტაციას არ გადის. ვინმე თუ იცით, აი ვინმე დაგაჯილდოვე, დაგასაჩუქრეთ, აი მენა მოდით და გავაკეთოთ ერთად. ამ თვალით დაჩიკი არ გადის ადაპტაციას და ვცდილობთ ადაპტაცია გავატაროთ. ანუ რეალურად ყველაფერი უმუშავებს, ერთი აი ელემენტარული რაღაც 5 წუთიანი პროცედურა გაიწელა ალბათ უკვე 2 კვირა ვათენებთ რომ ეს მანქანა გავმართოთ. მაგრამ ესეთი მარტივი რო იყოს ყველაფერი, ჩვენ უხეში ხალხი არ ვიქნებოდით, ესეთი მარტივი რო იყოს ყველა ესეთ პროექტებს გააკეთებ და ამიტომ რაღაც სირთულეებს გადავაწყვეტ. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა რომ ეგზა მინდოდა მიარა. აი მესამე ეტაპზე რო ეს დამართნო და იმდენად არ გამიტყდებოდა, იმიტომ რომ მესამე ეტაპი, მეოთხე ეტაპი და ასე შემდეგ მაინც სტანდარტული შეჯიბრებებია. ეგზა, რომელიც აი მიფრინავ გვერდულად, რავი 20 წამი დრიფტში რო ხარ თუ 10 თუ რამდენიც არის, მინდოდა რომ აი გამენადგურებინ ასფალტიან საბურავიანად. თუმცა ყურები არ ჩამოგვიყრია, რამოდენიმე დღეში აი უეჭველი მოიხოდებენ და ბევრი რაღაც სადეთ და ძალიან ცოტა რაღაც დავრჩა უკვე შესამოწმებელი, ანუ გამორიცხვის მეთოდით მიუყვებით და ძალიან ცოტა დარჩა და ეს მანქანა ამოიქოქება და იმ 700 ცხენის ძალას გამოვიყენებთ საქართველოს ჩემპიონატის, ანუ GDS-ის მესამე ეტაპზე. დაელოდეთ, როგორც კი გავაკეთებთ, აუცილებლად მესამე ეტაპზე გვიხილავთ და თუ არ ვწდები, მესამე ეტაპი არის ღამის დრიფტი. ღამის დრიფტისთვის ის ფარები შენახული მაქვს. დილის დრიფტზე რო არ გავშჭებული იყო ის ფარები, ჩამოსხმული ფარები დავაყენე, ამას მოხსნი და ისევ თავისი ბრუტალური გამოხედვით დაგებრუნდებათ უხეში მუსტანგი. მე მგონი ყველაფერი გითხარით, ეს ისტორია გადმოგეცით, იმიტომ ბევრი გვიწერდა რომ აი დრიფტზე რატო არ იყავი, რა შვებით, რაპტორი სად არის, რა ხდება თქვენ თავს და ასე შემდეგ. ჩვენ სიტყვას რა ვიცი ვინარჩუნებთ შეჯიბრებებზე დრიფტზე სულით, დრაგზე სულით და ყველაზე ეფექტურად და განსხვავებული პროექტებით წარსდგებით საქართველოს ჩემპიონატებზე. ბეტსონის მანქანები მაინც გადატენილია, არ მოდუნდეთ, იმიტომ ჩვენ არ ვდუნდებით და ესე ყურებს არ ჩამოვყრით არასდროს. ამიტომ ბოლომდე მივიყვანთ ყველა პროექტს, ანუ სანამ არ გავანადგუროთ, ყველაფერს იქამდე არ გავჩერდებით. ეს ვიდეო მაინც ნაწილობრივ რაპტორს ეხებოდა, იმიტომ რომ ეს რაპტორი უკვე დასრულებულია, მუსტანგი აქამდე იცოდით, M4-ის ვიდეოებიც არის, მაგრამ ამ ჩვენ ყველა მანქანას ერთად მოვიყვანთ, კიდე GTS-ას მოვიყვანთ და Corvette-ს, რომ ბეტსონ სპორტები დავაწეროთ, იმიტომ რომ ჩვენი უხეში გარბენი იწყება. ავიყვანთ ამ მუსტანგს ამ პრინციპზე, ჩვენი მთლიანი სრული ავტოპარკით წარსდგებით ხალხის წინაშე და ბეტსონ სპორტის დღეებზე ჩვენი უხეში მანქანებით შემოგიერთდებით. ხოლო ეხლა ვიძვრებით რუსთავისკენ. პირველი შეხვედრა გვექნება რუსთავში. Hey, yeah, flipping the script from my old ways. Flick up the switch, I'm in flow state. Commas, I'm going through growing pains. I wasn't used to being so gross. I tighten the threads at a crochet. I wake up the cushion, some OJ. The last tape I dropped was a rollway. It's yellow, I swear it's a Coldplay. Viva la vida, I'm swiping the Visa. We working, I'm taking off no days. Cause we throwing shots like a gun range. Till we finally make it to front page. A head full of dreams, some breath for the schemes. A heart that been feeling like it's a machine. I'm pushing extreme, cause I'd rather die on my feet than live on my knees. Yeah, stay on my P's, get hate off my body like it's a disease. I'm walking off after we taking the lead. She call me Big Papi, I'm David Ortiz. It's what you've been waiting to see. There's moments where you gotta take it or leave. And I'm taking everything, some call it greed, but I call it living out what you believe. And I've been believing since no one was seeing the vision board. Racing with fate all my life, a collision course. Fighting with snakes, I'm a lion like Gryffindor. I'll be asking permission for it. This type of shit what we breaking tradition for. Clearing the mission, don't care who the victim. I'm dying for all that I'm living for. Flipping the script from my old ways. Flick up the switch, I'm in flow state. Commas, I'm going through growing pains. I wasn't used to being so gross. I tighten the threads at a crochet. I wake up the cushion, some OJ. The last tape I dropped was a rollway. It's yellow, I swear it's a Coldplay. Viva la vida, I'm swiping the Visa. We working, I'm taking off no days. Cause we throwing shots like a gun range. Till we finally make it to front page. A head full of dreams, some breath for the დავბრუნდით ისე ლუქსავტოში, ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, იმიტომ რომ აი ამ ბედნიერ სახეებს რო ხედავდი, ვინ ჩვენს გამო მოვიდა იქ და სურათები გადაიღო, ჩვენი გაცნობა უნდა და ეს ხალხი რო გავიცანი, ძალიან ბედნიერი ვარ, არა მარტო მე, არამედ ყველა ვინც იქ ვიყავ, მთელი უხეში ტესტ-დრაივი და ასევე ჩვენი მეგობრები. რა შემიძლია გითხრათ, კიდევ ერთხელ იმას დავაფიქსირებ, ჩემ აზრს, ჩემ ოცნებას ვეთამაშებოდა როგორც იქნა. ავისრულა ის ოცნება, რომ Ford Mustang-ი დამყავს Ford Raptor-ით, ორი ბეტსონის გადატენილი ავტომობილი და დრიფტზე გამოვდივარ
RTR-ის მუსტანგით. ერთი სიტყვით ძალიან დიდი იმედი მაქვს, აი პირდაპირ ვიძახი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოვასწორებთ იმ პრობლემას, რომელმაც ტვინი გაგვიბურღა, თორე, რა ვიცი, $13,000 წვალება, აი გაკომპრესორება, წყალში ჩაგვეყრება. ტრიცეპტიში პატარა ფულია, თავს ჩადო გაისროლა. მაგაზე ვმუშაობთ, ეხლა ვიდეოს მერე ვაგრძელებთ მუშაობას, ეგამთვალის დაში კი უნდა გავაკეთოთ და მესამე ეტაპზე გადატენილები მოვალთ. ნუ ერთი სიტყვით ჩემთვის უკვე ის კარგად მონაწილეობა და ისე რა გამოსვლა და ის ქენი და ეს ქენი, აი ეხლა მინდა რომ აი ბრუტალურობის პიკი იყოს. აი 100%-ზე უნდა ვიაროს. იო მორჩა ის რაღაცა სინაზე, იმენა გადატენილი უხეში მუსტანგით უნდა მოვიდე მესამე ეტაპზე. აი თავზე ხელაღებულმა უნდა ვიარო. მაგრამ მესამე ეტაპამდე ჩვენი შეჯიბრი ტარდება დრაგ რეისინგში, უხეში დრაგ რეისინგი, აი ამ გაპრიალებულ M4-ს ხედავთ, დასრულებულ M4-ს ხედავთ უკვე და 29 ივნისს გელოდებით ყველას რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. და აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი გამომწერებისთვის დასწრება უფასოა. ერთი სიტყვით, შემდეგი ტური იქნება თელავში 21 ივნისს. ყველას გელოდებით თელავში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ავტოპარკი და ჩვენი მეგობრები შემოგვიერთდებიან და იქ არის სტადიონი და იქ ვიქნებით ყველა. ეს ჩვენი უხეში ავტოპარკი და ჩვენი სამეგობროს ავტოპარკი. ამიტომ 21 ივნისს თელავში გელოდებით ყველას. დღეისათვის სულ ეს იყო, მე იზღა დამჩენია დაგემშვიდობოთ, ჩვენ გადატენილები ვიქნებით და შეჯიბრებებზე შევხვდებით. დროებით.